საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით და მოგეკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. თქვენთან მოვედი ახლა საჯარო გაშლით, რაც ამოვა ქვემოდან, ჩემო მეგობრებო, იმედია ჩემი ხმა კარგად გესმით. ჩემო ძვირფასებო, რაღაც უცებ მოიჩქარის თქვენსკენ, სიახლეები. აბა მოდით ვნახოთ ახლა რა მოიჩქარის თქვენსკენ. რაღაც მოიჩქარის. აბა ახლა ვნახოთ, ვინ მიყურებს მე, ვინ ხართ თქვენ. გაწონასწორებული ადამიანები, რომლებიც ხვების მიმართ გამოხატავენ სითბოს და ყურადღებას, ადამიანს, რომელსაც შეუძლია უცებ მიიღოს გადაწყვეტილება, უცებ გამოვიდეს მთვარიდან და უცებ მოაგვაროს თავისი საქმეები, თუნდაც პარტნიორული და თუნდაც ნებისმიერი სიტუაცია. ამ ყველაფერს თქვენ გააკეთებთ ჩუმად, ისე რომ არავის არაფერს არ ეტყვით და არ დაავალებთ მეგობრებო. კიდევ როგორი ადამიანები მიყურებთ. ძალიან რთულ სიტუაციაში ხართ ეხლა ხართ რაღაც გადაწყვეტილების წინაშე. ეს შეიძლება ეხებოდეს პარტნიორსაც, რომელსაც არაფერს არ ამბობთ არავისთან. კი, ამ ყველაფერს მოულოდნელობით სავსე შეგრძნებები მოაქვთ თქვენთვის, ძალიან ისე ხართ ჩაკეტილები, თუმცა სიახლეების დაწყება გინდათ ჩემო მეგობრებო და აქ არის სამკუთხედზე საქმე, ანუ სამკუთხედებთან გვაქვს საქმე და ეს არის ურთიერთობა, სადაც ჩემო ძვირფასებო ბედნიერებას ეძებდით, მაგრამ რატომღაც ეხლა ხართ აი ესე გულგატეხილები. კარგით, მოდი ვნახოთ ეხლა. აი რასთან გვაქვს საქმე, რა მოიჩქარის თქვენ ცხოვრებაში, რა არის ისეთი, რაც მოიჩქარის თქვენ ცხოვრებაში. დღეიდან ჩემო ძვირფასებო ვეცდები ყოველ საღამოს აი ამ დროზე, ამ დროის ცოტა მოგვიანებით ჩაგიწეროთ საჯარო გაშლა, რა მოიჩქარის თქვენსკენ და წარსულს ტოვებთ უკან და მიდიხართ წინ ჩემო ძვირფასებო. გამოდიხართ ლაბირინთებიდან, მიდიხართ სიახლეებისკენ და მიდიხართ ახალი ცხოვრებისკენ. ნული ფურცლიდან იწყებთ ყველაფერს, კი და უკან არაფერზე არ იხევთ. კიდევ რა მოიჩქარის თქვენსკენ, როგორ მინდა რომ გაჩვენოთ ეს ყველაფერი, ჩემო მეგობრებო. რა მოიჩქარის თქვენსკენ, კიდევ რა მოიჩქარის თქვენსკენ. სამკუთხედებზე გამარჯვება და აი ბალანსი და იცით რა მოიჩქარის კიდევ წარმატებისკენ მიდიხართ. ეს შეიძლება იყოს ხვავი და ბარაკა, ოჯახის დაცულობა, სიმდიდრე, მემკვიდრეობა, მატერიალური პრობლემების მოგვარება, ვის საბუთები, ვის რა პრობლემები გაქვთ ჩემო ძვირფასებო, ის რაზეც აქამდე ოცნებობდით, ის რაზეც აქამდე დიდ ენერგიას ხარჯავდით, შრომობდით, ის რაზეც ჩემო ძვირფასებო ბევრმა თქვენთაგანმა წერტილი უკვე დასვით და იქნებ ხელით ჩაიგნიეთ, მაგრამ უფლის და სამყაროს რწმენა მაინც არ დაგიკარგავთ. ის რასაც ეხლა ელოდებით მაინც რაღაც შემოთავაზებებს, აი ეს ყველაფერი მოიჩქარის თქვენსკენ. შემოთავაზებები მოიჩქარის თქვენსკენ, ჩემო ძვირფასებო. კიდევ მოლაპარაკებები, აი რაღაც საბუთებთან დაკავშირებული პრობლემები თუ გაქვთ, ან თუ გქონდათ, წარმატებისკენ მიდიხართ ჩემო ძვირფასებო. ის რაც აქამდე მოხდა და ეხლა ხდება, ეს უბრალოდ არ ხდება, ტყუილ უბრალოდ არ ხდება. ამისთვის არის საჭირო, თუ კი რაიმე დაბრკოლებები გაქვთ, თუ კი რაიმე აქამდე არ იყო კარგად ისე როგორც გინდოდათ, აი ეს იმიტომ იყო საჭირო, რომ არასწორად იყო ყველაფერი და უნდა გამოსწორდეს ჩემო ძვირფასებო. კიდევ რა მოიჩქარის თქვენსკენ. ძალიან გულგატეხილები ხართ, ძალიან გულდაწყვეტილები ხართ. იყო ოჯახში ტყუილები, იყო ძალიან ბევრი გეგმების აცრუება, ამასთან დაკავშირებით გაქვთ გული გატეხილი. ბევრი თქვენთაგანი მეგობრებო ძალიან ცუდათაა. თუ კი დაინგრა თქვენი ოჯახი, აქ არის ადამიანების გამო ხელის ჩარევა და ოჯახიდან წასვლა თქვენი თუ თქვენი პარტნიორის. ასე რომ ეს ყველაფერი გადაწყვეტილების წინაშე დგებით და უნდა გადაწყვეტოთ. თქვენ გინდათ ამ ოჯახში დაბრუნება, თქვენ გინდათ ამ ოჯახის შენარჩუნება, თუ უბრალოდ ძალა მოიკრიბოთ და გააგრძელოთ გზა.
კი, თქვენ ამაზე ფიქრობთ. კი, მეგობრებო, ძალიან ცუდად ხართ, მაგრამ ძალიან ფიქრობთ ამაზე და ეს ყველაფერი გინდათ დაასრულოთ. ანუ დღევანდელი ჩვენი თემა რა მოიჩქარის თქვენსკენ? მოიჩქარის ის, რომ თუ კი ოჯახის პრობლემები გქონდათ და გააქვთ კი, აი ჩახმალულები ხართ, ჩახანჯლულები ხართ. ძალიან დიდი ტკივილი გაქვთ და ევედრებით უფალს შველას, იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი დასრულდება, ან დასრულდა უკვე და თქვენ ცხოვრებაში სტაბილურობა შემოდის, სიახლეები შემოდის ახალი პარტნიორი, რომელიც მოგიტანთ რაღაც სიმშვიდეს, რომელიც არის გამოცდილი თავის საქმიანობაში და იმ საქმეში რაშიც თქვენ გჭირდებათ, დაგეხმარებათ, ანუ ნახეთ სტაბილურობას მოიპოვებთ. რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში? რა შემოდის და ურთიერთობა შემოდის თქვენ ცხოვრებაში, რომელზეც არავისთან არ ისაუბრებთ, ეს იქნება დამალული ურთიერთობა. კი, პარტნიორი შემოდის თქვენ ცხოვრებაში და ძალიან კარგია, რომ არავისთან არ ისაუბრებთ, იმიტომ რომ არ ღირს ამაზე საუბარი და ეს ყველაფერი თქვენთვის უნდა შეინახოთ, ძალიანაც კარგი. კი, ადამიანი, რომელიც მოდის შორიდან, ადამიანი, რომელიც თქვენთან ახლოს არ არის, ადამიანს შეიძლება გაიცნობთ გზაზე, რაღაც გზაზე, ქუჩაში, მანძილზე, ინტერნეტით, შეიძლება იყოს მაღაზიაში, ავტობუსში, თვითმფრინავში, აი გზაზე, ჩემო ძვირფასებო და თქვენ მოიპოვებთ ბალანსს. თქვენ თქვენი ცხოვრების მაგები გახდებით. კიდევ რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში და ძალიან კარგი დრო მოდის თქვენ ცხოვრებაში. კი, ადამიანთან, რომელთანაც იქნებით მეგობრები, ჯერ თქვენი ურთიერთობა დაიწყება მეგობრებით. ანუ 50-50, უყურეთ მეგობრებო, ძნელი სიტუაციიდან გამოდიხართ, არ ინერვიულოთ ეხლა რაც ხდება თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ასე უნდა მოხდარიყო და გადადიხართ მეგობრულ ურთიერთობაში. ანუ შემოდის ადამიანი, რომელთანაც იმეგობრებთ, ძალიანაც კარგი. კიდევ მოდით. აი როგორი იქნება ეს ურთიერთობა თქვენთვის? ფინანსების მომტანი, შედეგებს მალე ნახავთ. მოკლედ, თუ კი დამარცხებულად გრძნობდით თავს ფინანსების მიმართ, თქვენი ფინანსები წამოიწევს წინ, თქვენი შრომა დაფასდება, თუ კი ბინის შეძენა გინდათ შეიძენთ. ჩემო ძვირფასებო, ერთმად ამიტომა კომენტარებში, რომ ფული არ მაქვს და როგორ შევიძენო. არც მე მქონდა ფინანსები, მაგრამ სამყარომ მომიწყო ისე, რომ გამოვიმუშავე ის ფინანსები, რისთვისაც მჭირდებოდა. ჩემო ძვირფასებო, გული არ გაიტეხოთ. ამისთვის არ ინერვიულოთ. გამოჩნდება ის ფინანსები, რაც გჭირდებათ. თქვენ ამაზე არ ინერვიულოთ. მთავარია თქვენ სწორ გზას დაადგეთ, სწორ ადამიანებთან იყვეთ, მოხვდეთ და გამოხვიდეთ ამ პაუზებიდან და თქვენთან ფინანსებიც მოვა. ის ფინანსებიც მოვა, რომ დაისვენებთ კიდევ აი თქვენს ოცნებებს აისრულეთ და გამოდიხართ გამარჯვებულები, ასე რომ არ ინერვიულოთ. აი მიყევით იმ სიტუაციას, ეხლა რაც ხდება თქვენ ცხოვრებაში და ყველაფერი დალაგდება. კარგით, კიდევ 1-2 კარტი, რას გვეტყვის? რა რჩევის სახით, აი რას გირჩევთ სამყარო? მაინც. აი იყავით სიყვარულით სავსე და დაელოდეთ თქვენ პარტნიორს. ის მოულოდნელად გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში. თუ კი ამას პარტნიორობას თქვენთვის უფრო უპირატესობა აქვს და პირველი ადგილი უკავია, დაელოდეთ ადამიანს, რომელიც უკვე ორი დროის ვადაში, ორ ვადაში გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში და თქვენ მეგობრებო, არ ვიცი, ეს იქნება თქვენთვის შოკის მომგვრელი, სასიხარულო და ისეთი ურთიერთობა, რომელიც ძალიან დიდ მოულოდნელ ემოციებს გამოიწვევს თქვენში და ზოგადად თქვენს ირგვლივ მყოფებისთვის, თუმცა გირჩევთ იმას, რომ არავის არ უთხრათ, მაინც არაფერი თქვენთვის შეინახეთ, თუ კი გინდათ, რომ ამ ყველაფერმა სიკეთე და წარმატება მოგიტანოთ, ასე რომ თქვენი ოცნებების ასრულების დრო მოდის, ნახეთ, დააკვირდით ამ ორ კაცს და ეს იქნება მოულოდნელად ორ ვადაში. მე კი გელოდებით კომენტარებში, ჩემო ძვირფასებო, უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ და მრავალჯერ ყოველივე თქვენთაგანს, ასე რომ დროებით.